ბატონი ირაკლი ასათიანი, ასევე ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით. მადლობა რომ ჩვენთან ხარ, ვიცით რომ ოზურგეთიდან ჩამოხვედით ჩვენთვის, ჩვენი გადაცემისთვის. ხოთ თქვენი ისტორია გაგვიზიარეთ, როდის გახდით? ერთი წლის უკან დადოვა დედამისვა შვილები და ვსდიიმე ორი შვილი მოს. როგორ მოხდა ეს? გავწავიდა დედამისი და დადოვა ვაფშე. ანუ საერთოდ აღარ აქვს კონტაქტი? არ აქვს, არც კითხულობს ბავშვებს. რამხელები არიან თქვენი შვილები? როგორია მათი ემოციები? დედა დატოვა და აღარ 7 წლის და 9 წლისა უფროსი და პატარა 7 წლის. და ვსდიიმე და ბავშვები აღარ კითხულობენ. მე ვუხებ ახალი ოჯახის შექმნა თუ ეს როგორ მოხდა? კი. ირაკლი, ამ წლების განმავლობაში სანამ ეს მოხდებოდა, პირობითად მისი ჩართულობა შვილების აღზრდის საკითხში, როგორი დედა იყო, როგორი მეუღლე იყო, ანუ აი ესე რადიკალურად შეიცვალა ეს თუ ამის წინაპირობა ასე? ბავშვებს კი უარდა, მაგრამ რა დევართა ვერ გეტყვი, წავიდა და მიგვალობა და იმის ელიზელეზეა მე ვზდია შვილებს და სკოლაში დამოვიდა რა. ირაკლი, ყველაზე მეტად რა გაგიჭირდათ აი ამ სიტუაციაში, როდესაც ამოჩ მე გულწრფელად გეტყვით და ალბათ ძალიან ესე ვთქვათ, ყველას აზრიც ეს არის, რომ ძალიან რთული მოსასმენი არის და ცოტა არასტანდარტული მოსასმენი არის, რომ ასე ერთ მშვენიერ დღეს თქვენმა მეუღლემ გადაწყვიტა თავისი შვილები, თავისი მეუღლე მიეტოვებინა, რაც ნუ არ ვიცი, ჩემთვის ცოტა რა თქმა უნდა აუხსნელია, მაგრამ რადგან ის არ არის ჩვენთან სტუდიაში, ჩვენს ესე ვთქვათ, რაღაც კორექტულობის ფარგლებში უბრალოდ კითხვებს დავსვავთ და რა თქმა უნდა თქვენ მოგცემთ შესაძლებლობას რომ უპასუხოთ. თქვენთვის ალბათ შოკი იყო ეს ყველაფერი და უცებ აღმოჩნდით აი ამ სიტუაციასთან პირისპირ თქვენს ორ შვილთან ერთად. კი, რა თქმა უნდა, გასვლა გამიჭირდა, მაგრამ ვერ გასკენებს დირა. შევეჩვიე უკვე და ჩემ შვილებთან ვარ და სკოლა, ხორევა, ყველაფერს მე ვაკეთებ სახშია და ულის. ირაკლი, თქვენი ყოფილი მეუღლის ადგილსამყოფელი იცით თუ საერთოდ ყველანაირი კონტაქტი დაკარგული გაქვთ? არა, ბოლოს ანდრედიაში იყო და ვერ არც ვიკითხავს ამბავი. რატო უნდა ვიკითხო თვითონ? და ბავშვებიც არ კითხულობენ დედას? არა, შვილი დედასაც არ უკითხია შვილები და ეს არ კითხულობ. ძალიან სამწუხარო ამბავია და ალბათ ესე არ უნდა ხდებოდეს. ყველა ბავშვი იმსახურებს დედასაც და მამასაც თუნდაც იმ დროს, როდესაც ისინი ერთმანეთს შორდებიან, იმიტომ რომ ასეთი შემთხვევები ჩვენს ყოველდღიურობაში სამწუხაროდ ძალიან ბევრია და ასეთ დროსაც მშობლები ხშირად ახერხებენ ყურადღების გამოჩენას, მზრუნველობას და ყველაფერი იმას, რაც ესაჭიროება და მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ დედა გამოჩნდება თავის შვილებთან, იმიტომ რომ ეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. მადლობა ირაკლი, რომ ჩამოხვედით და თქვენი ამბავი გაგვიზიარეთ. მე კიდევ ერთხელ გეტყვით ყველას, რომ განმეორდები, გავა დრო და თქვენი შვილები გაიზრდებიან და აუცილებლად დააფასებენ იმ შრომას, იმ ყურადღებას, იმ გაწეულ დროს, რომელსაც თქვენ მათ უთმობთ. კი, თავდადებასთან ერთად ნამდვილად რა.